გადათხრილი ქუჩები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა ოზურგეთში. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. უკვე 1 წელზე მეტია ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გავლა შეუძლებელია. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ირკვევა, რომ ოცნების ერთ-ერთი შემწირველი ბიზნესმენის კომპანიამ დიდი ფული აიღო იმისთვის, რომ ქალაქში წყლის სისტემა მოეწესრიგებინა და გზები თავიდან დაეგო, მაგრამ სამუშაოების შუა გზაზე გააჩერა. გადათხრილ გზებზე არც გამაფრთხილებელი ნიშნებია განთავსებული, რაც მოსახლეობისთვის დამატებითი დისკომფორტია. 1 წელზე მეტია ფაქტობრივად გადაადგილება ოზურგეთში არის შეუძლებელი, გადათხრილი არის აბსოლუტურად ყველა ქუჩა და ეს არის ასევე საფრთხე ადამიანებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ საგზაო ნიშნები ფაქტობრივად არ არსებობს. კომპანია, რომელიც აწარმოებს ამ სამუშაოებს, ეკუთვნის ქართული ოცნების ყველაზე დიდ ერთ-ერთ შემომწირველს და ასევე დელეგატს, ეს არის შპს გზა და ჭყონია, რომელსაც მისცეს და გაუფორმეს ოზურგეთელი ხალხის მილიონები. ახლანდელმა მერმა მაგალითად იმაზე იზრუნა, რომ 2 თვეში ჭამა სმაში და ტაშფანდურში 54,000 ლარი დაეხარჯა. ამასობაში კი ადგილობრივი ადამიანების გაჭირებული ხალხის ფული პირდაპირ მიდის ქართული ოცნების წარმომადგენლების ჯიბეში. ოცნების პარლამენტის წევრი ჭყონია ინფრასტრუქტურული პროექტის წყლის სისტემის გაყვანისთვის თვეებია მთელი ტურისტული სეზონისგან მოყოლებული გათხარა ოზურგეთის ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური გზები და მიტოვებულ მდგომარეობაში ეს 7 თუ 8 თვეა ამგვარად გამოიყურება როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების წინ ამოთხრილი ოცნების ორმო, რომელშიც თუ მაღალი გამოვლობით არ გამოიქცევა ავტომობილი, შეიძლება სიცოცხლის რისკიც ფასადად ჩავარდეს ამ ჭაში.